მოგესალმები, მადლობა თქვენი დროისთვის. ცხადია, ბევრ საკითხთან დაკავშირებით არის ინტერესი, სანქციები, არის პრეზიდენტის გეგმასთან დაკავშირებით მოლოდინი, რა სიტყვის სალომე ზურაბიშვილი 29-ში და მან გააკეთა ბრიტანულ პოდკასტში განმარტება, რომ ეს 29-მდე არ იქნება გეგმის გამხელა, მაგრამ პირველ რიგში მინდა კითხოთ აი ინტერვიუდან გამომდინარე, რომელიც მოისმინა უკვე ჩვენმა მაყურებელმა, საუბარია ანონსზე ირაკლი შაიშმელაშვილის ინტერვიუში. რა სიტყვით, რა არის თქვენი პირველი შეფასება იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაზეც შაიშმელაშვილი საუბრობს ამ ანონსში, რომ მხარება შესაძლოა პირდაპირ ივანიშვილისგან იღებდეს დავალებებს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ საკითხზე არის საუბარი აღნიშნულ ანონსში და კიდევ უფრო მეც ჩვენი მაყურებელი გაიგებს ხვალინდელ შაბათის ეთერში. მოგესალმებით. Რა თქმა უნდა, უმძიმესია, რაც ჩვენ მოვისმინეთ და ალბათ კიდე რასაც მოვისმენთ, ალბათ ისიც კიდე უფრო მძიმეა, მაგრამ ყველამ ჩვენ თვალწინ ჩვენ ნახეთ, ხო, ამ დღეების განმავლობაში ადამიანების მიზანმიმართული დევნა ეს არ იყო და თუ გნებავთ მიტინგის დაშლის ოპერაციაც კი არ იყო. ეს იყო ალყაში მოქცევის, მიზანმიმართული დასჯის, ცემის, წამების, ძარცვის ხო უამრავი ფაქტია, როცა უბრალოდ გაძარცვეს დაპატიმრების მერე დაკავების შემდეგ ადამიანების ცემის წარმოუდგენელი უმძიმესი ფაქტები არის, უმძიმესი დანაშაულია, არ ვიცი, ესეთი აი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე საუბარი, რომ რაღაც დანაშაულებრივი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება და დანაშაულებრივი ტიპის ხელისუფლება. აი ეს არის წარმოუდგენელი უმძიმესი განაჩენი ჩემი აზრით ამ ხელისუფლების და მე ვფიქრობ, რომ იცით რა ეს დასრულებული ამბავი ამ ხელისუფლებას არანაირი აღარც მორალური, აღარც სამართლებრივი, აღარც რა ვიცი ეთიკური საფუძველი აღარ აქვს დარჩენილი, რომ რა ვიცი პოლიტიკაში დარჩნენ საერთოდ ჩემი აზრით და ალბათ გაივლის 10, 15, 20 წელი და ეს საქართველოს მოსახლეობას მუდმივად ემახსოვრება ის დღეები, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ რუსთაველზე, როცა ადამიანები ითხოვდნენ თავისი ქვეყნის თავისუფლებას, თავისი არჩევანის თავისუფლებას და იცავდნენ ამ არჩევანს და ამ თავის უფლებებს ისევე როგორც ყველა დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებას შეფერებს. ერთი საკითხი ბატონ დავით, ჩვენ ვიცით რომ აი ერთი თვე ხდება ხვალ, როდესაც დაიწყო ეს ქვეყანაში ეს პროევროპული აქციები, კონკრეტულად იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც გამოაცხადა კობახიძემ, ჩვენ არ გვინახავს არც ერთი ადამიანი პასუხისგებაში არათუ მიცემული, არამედ რომ ეთქვას ხელისუფლებას და შესაბამის უწყებას, რომ აი მოხდა იდენტიფიცირება, მიმდინარეობს ძიება, ან რა ეტაპზეა საერთოდ ეს გამოძიებები, თუ საერთოდ რამე მიმდინარეობს და არის დაწყებული და ამ დროს ყოფილი მაღალჩინოსანი აი ხარებას დეპარტამენტიდან ყვება რომ ეს სისასტიკით ცემა არ არის გადაცდომა, არამედ ეს არის დანაშაული, რადგან პოლიციელი ბრძანების გარეშე არ გაინძრევა ადგილიდან. ძალიან მძიმე სურათია, რა სიტყვით, მიზანმიმართულ ცემაზე საუბრობს ის და ასევე ამბობს, რომ ამ ვითარების პროვოცირება ხდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 500 და 1000 ლარად შეგზავნილი პროვოკატორების მხრიდან. ამ ნაწილზე თუ შეგიძლიათ რომ ასე ვთქვათ გააკეთოთ თქვენი შეფასება. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც ჩვენ ყველამ ასე ვთქვათ, რასაც ჩვენ ყველა ვხედავდით. ხო? წარმოუდგენელია ასეთი სისასტიკე ხდებოდეს, რა ვიცი, პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითების და პირდაპირ ბრძანების გარეშე და ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს ისიც, რომ არავინ საერთოდ არც კი თითიც არავის გაუნძრევია იმისათვის, რომ უბრალოდ გაერკვია მაინც რა მოხდა კონკრეტულად და რატო იყო ასეთი წარმოუდგენელი ზღვარს გადასული სისასტიკით, რატო გაუსწორდნენ საკუთარ მოქალაქეებს, რატო გაუსწორდა ივანიშვილის კლანი ასე დაუნდობლა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ, რა ვიცი, კითხვის ნიშნები ალბათ არც ერთ მოაზროვნე ადამიანს ალბათ არ შეიძლება რომ ქონდეს. ყველაფერი აშკარა და გასაგებია და ის ესე ვთქვათ ანონსი, რომელიც თქვენ გაუშვით, ალბათ კიდევ ერთხელ ჩემი აზრით ნახოთ მთლიანად, ალბათ კიდევ უფრო მძიმე ფაქტებზე იქნება საუბარი, როგორც ჩანს, ხო, სავარაუდოდ, მაგრამ ისიც რაც გავიდა უკვე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ვარაუდს, რაც ჩვენ ყველას გვქონდა.
გასაგებია და ბატონ დავით, ახლა გადავიდეთ საკითხზე, რომელიც უკავშირდება სანქციების თემას. აი თქვენი შეფასება რა არის იმაზე, რაც ჩვენ აი რა ტიპის გზავნილებით ჩვენ ვნახეთ შეერთებული შტატების მხრიდან, ანუ მე მგონი ზედმეტია საუბარი იმაზე თუ რა ტიპის დაბალ ნიშნულზე არის დასული ჩვენი და შეერთებული შტატების ურთიერთობა, ხო? როდესაც აი კონგრესმენი ასე მიმართავს ივანიშვილს, რომელმაც ჩახერგა გზა დასავლეთისკენ საქართველოსთვის და ასე თან ის არ არის ხო ერთადერთი პირი ჩვენ სხვა პირებიც ვნახეთ როგორ საუბრობენ სანქციებზე. რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს ამ ვითარების გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ და სანქციების როლი რა არის ახლა აი ამ ვითარებაში, რასაც ჩვენ ვუყურებთ და ვაკვირდებით. ეს სანქციები და ზოგადად ის განცხადებები არის მხარდაჭერა ქართველი ერის, საქართველოს მოქალაქეების, იმ ადამიანების, რომლებსაც უნდათ უყვართ ეს ქვეყანა, უნდათ ამ ქვეყნის ნათელი მომავალი და არ უნდათ, რომ ეს ქვეყანა ჩაიძიროს კორუფციის, კლეპტოკრატიის, ძალადობის და რაღაც სახელმწიფოს მიტაცების მორევში, რომელიც აი ძალიან გამოკვეთე რა ესეთ საფრთხე ძალიან გამოკვეთილია უკვე და აშკარაა უკვე ყველა ადამიანისათვის. ამიტომ ამას მხოლოდ მხარდამჭერი, ეს არის ადამიანების მხარდაჭერა, იმ ადამიანების, რომლებიც უკვე ერთი თვეა მანამდე გაზაფხულის აქციებზე და უკვე კარგა ხანია იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ისინი ებრძვიან ადამიანებს, რომელთაც ერთადერთი სურვილით არიან შეპყრობილები, დიდხანს შეინარჩუნონ ძალაუფლება და ძარცონ ეს ქვეყანა განუსაზღვრელად დიდი დროით. აი მე ასე ვხედავ ამას, ასე ხედავს ამას ჩვენ ის ადამიანები, ვისთვისაც საქართველოს სულ ერთი არ არის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სწორედ ჩვენი ქართველების სულისკვეთება, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენ და არ დავნებდეთ ავტოკრატიას, ტირანიას და ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ის, რომ არის თავისუფლების მოყვარე ადამიანები, რომლებიც იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის. საქართველოს ფასი ზოგადად ეს არის, ხო? საქართველოს რითია ცნობილი? ჩვენ არა გვაქვს რაღაცა, ასე ვთქვათ, ბუნებრივი წიაღისეულის რაღაც ისეთი მარაგები, რომელიც რაღაც განსაკუთრებულ გეოპოლიტიკური ინტერესით იწვევს. ჩვენი გეოპოლიტიკური ინტერესი, ჩვენი მომხიბლაობა, ჩვენ კულტურაშია, ჩვენს თავისუფლებისადმი ლტოლვაში და თავისუფლების მოყვარეობაში. აი ეს არის ჩვენი მთავარი კოზირი და ამიტომ არის ჩვენ საქართველოს საკითხზე ასეთი დიდი ინტერესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელ სამყაროში, მაშინ, როდესაც ავტორიტარები არიან გადასული შეტევაზე მიმართულებით. მაგრამ თანდათან ჩვენ ვხედავთ, აი რაც მოხდა სირიაში და რაც ხდება სხვა ქვეყნებში, ავტორიტარების ნელ-ნელა ესე ვთქვათ თავისუფლების მოყვარე ხალხი უფრო ასე ვთქვათ ახევინებს უკან. და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ქართველები გავიმარჯვებთ და ჩვენი ქვეყანა გვექნება ისეთი, როგორიც უნდა გქონდეს და როგორცაც ჩვენ ვიმსახურებთ. ბატონ დავით, როგორ ფიქრობთ, ეს შეიძლება იყოს რაღაც ბოლო პერიოდი და არ ვიცი ბოლო დღეები ან საათი, აი როგორ თქვენ ამ განცხადების გათვალისწინებით, ანუ როგორ აფასებთ ამ ვითარებას ივანიშვილის სანქცირებამდე, არის აქამდე მისული მდგომარეობა აი ყველაფრის გათვალისწინებით, იმიტომ რომ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი გამაფრთხილებელი სიგნალი გვინახავს, განცხადება, უშუალოდ მისი გარემოცვის წარმომადგენლების სანქცირება, მაგრამ არა ივანიშვილის. აი რა შეიძლება ვნახოთ ახლა და ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რა იქნება შედეგი? ანუ რას ვიღებთ, რა მოხდება და რა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ივანიშვილის სანქცირების შემდეგ? რას ცვლის ეს? იცით, მოდით ნუ გავუსწრებთ, ნახოთ როგორ გამვითარდება მოვლენები, მე მაქვს გარკვეული მოლოდინები, მაგრამ ჯობია რომ დაველოდოთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვიზამთ, ჩვენ ის ადამიანები, ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია და ვინც ჩვენ მომავალს უკავშირებთ ამ ქვეყანას და აქ გვინდა ცხოვრება. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთი თვე, აი თქვენს ბრძანეთ, რომ ერთი თვეა უკვე გრძელდება, არავის არ ეშინია, ყველა შეკავშირებულია. საოცარი სულისკვეთებაა. ეს აღარც უკვე პარტიული, პოლიტიკური იდეოლოგიების მიღმა არის ყველაფერი. ეს არის ადამიანების ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ერთობა, ეს არის დიდი ხნის, ესე ვთქვათ, სურვილი ქართველების, რომ ერთად ყოფილიყვნენ და დაიცვან ის, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტი სიტყვა ჩვენ გვეკუთვნის ამ ქვეყნის მოქალაქეებს და
ეს სანქციები მხარდაჭერა არის მხარდაჭერა სწორედ აი ამ თავისუფლებისაკენ ლტოლვის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდება ერთი ადმინისტრაციიდან გადავა მეორე ადმინისტრაციაზე, იმიტომ რომ ადმინისტრაციები იცვლებიან, ინტერესები რჩება იგივე და ფასეულობები რჩება იგივე. და ამიტომ წარმოუდგენელია, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერი არ იყოს თავისუფლების მხარდამჭერი. ამიტომ მე არ მგონია, რომ როდისმე მოხდა. კი ბატონო, ასევე არაერთხელ ვისაუბრია იმის შესახებ, რომ აქ რამდენიმე რაღაც არის დასანანი, მათ შორის ის, რომ აი ამ ნიშნულიდან ამ ურთიერთობების შემოტრიალებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება, ეს არ არის საკითხი, რომელიც თავისთავად უკვალოდ ჩაივლის, ხო? ამაზეც გისაუბრიათ თქვენ არაერთხელ ჩვენს ეთერში. ანა, ეს ძალიან მტკივნეულია. ძალიან მტკივნეული საკითხია, იმიტომ რომ ის ნიშნული ჩვენი ცივილიზებულ და თავისუფალ სამყაროსთან ურთიერთობის, რომელზეც იყო საქართველო, ეს არის საქართველოს მრავალი თაობის შრომის შედეგი. ეს ერთ დღეში და ორ დღეში არ მოსულა. და ასე რაღაცა ერთი ხელის დაკვრით ამის განადგურების ცდელობა არის ძალიან საშიში და ძალიან სამწუხარო პირველ რიგში, მაგრამ ასევე ძალიან საშიში ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ხო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აგურ არის აშენებული სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა მთავრობის მიერ. აქ არ არის ერთი და იგივე. და უცებ ჩვენ აი უცებ სადამდე მივედით, აი ეს დაახლოებით რომ წარმოგვედგინა დაახლოებით აი 5-7 წლის უკან ვინმეს რომ ეს მოეყოლა დღეს რაც ხდება ეს სრული ბოდოა რომ გადმოდის იმეთი რა ქვია დიდი ტალღებით რაღაცა გლობალური ომის პარტია და რაღაც გადატვირთვა და აი რაღაც ეს ბოდვითი ნარატივები რაც ჩვენ დღეს გვესმის რომელიც აბსოლუტურად არ შეეფერება არც საქართველოს, არც ჩვენ კულტურას, არც ჩვენს ისტორიას, არც ჩვენ გავლილ გზას, ხო? აი 5-7 წლის წინ დაიჯერებდით რომ ასე შეიძლება ელაპარაკა ადამიანს, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა, რომ რა ვიცი, აი რაღაც მაღალი პოლიტიკოსი ყოფილიყო, რა ვიცი. ზოგი თავის თავს იმასაც ოძახის, რა ვქო, პრემიერ-მინისტრი. კი ბატონო. ბატონ დავით, სხვათა შორის შეთქმულების თეორია. კი, გათენდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დილა ეხა იქ უკვე და დაგვეწია ამ უკვე ვილსონის ახალი ტვიტი და ის წერს შემდეგს თუ რატომ ატარებდა ირაკლი კობახიძე დროს ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ჰეზბოლასა და ჰამასის ლიდერებთან ირანში სულ რამდენიმე თვის წინ იგივე ტერორისტები აქტიურად გეგმავდნენ დონალდ ტრამპის მოკლას და ყოველდღე გამოდიან ამერიკის სიკვდილის მოწოდებით. თქვენ გხედავთ, ამერიკა არ მოტყუდება. ამას წერს სწორედ კონგრესმენი ვილსონი მის ახალ ტვიტში. ხო, სამწუხაროდ არ მინახავს ეს ტვიტი, მაგრამ რა ვიცი, ის რასაც თქვენ აღწერთ, ეს ჩვენ ყველამ ნახეთ, ხო, რომ ერთი მხრივ რომ და ეს არსებობენ რაღაცა გლობალური ომის პარტია, რომელიც საქართველოს ცდილობს რომ ომში ჩაითრიოს და რა ვიცი, 1000 უბედურება დამართოს და მეორე მხრივ დაბრძანდება, რა ვიცი, ისეთ შეკრებებზე და ისეთ ურთიერთობების გამტკიცება მიდის ისეთ მოთამაშეებთან, რომლებისთვისაც ძირითადად მნიშვნელოვანია რომ ამ რეგიონში თავისუფლებას ამოძირკონ თავისუფლება მთლიანობაში. აი სამწუხარო რეალობა ეს არის. დიდი მადლობა ბატონ დავით, დაგემშვიდობები, დავით